სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ვინც უწფელად არის ეკლესიაში და უანგაროდ ღვთის მიმართ, რომელიც ასევე ნიშნავს გონიერებასაც, იმიტომ რომ არ შეიძლება იცოდე რომ ღმერთი არის და მასთან იყო არაგულწფელი, მასთან იყო ანგარებით და მხოლოდ მიწიერს თხოვდე და ვერ ხვდებოდე რა რომ მარადიული ხარ შენ თავად და თავარი სწორედ ის არის ჩვენ ცხოვრებაში, რაც მარადიულია და თუ ადამიანი ამ ყველაფერს სწორად ხვდება, ასეთ დროს ადამიანს ეძლევა გამოცდილება თუ როგორი რთულია რომ ღმერთთან ვიყოთ ისე იმგვარად, რაც შესაბამისობაში იქნება ჩვენს წმენასთან, რაც შესაბამისობაში იქნება იმ სიტყვებთან, რომლებსაც ჩვენ ლოცვისას ვამბობთ, რაც შესაბამისობაში იქნება იმ საიდუმლოებასთან, რომელსაც ევქარისტია ჰქვია და რომლის წინაშეც დღესაც ასე ვიდექით ჩვენ და ვსასოებთ, რომ დღევანდელ დღეს იქნება ის, რაც არასდროს ყოფილა და ასე ვსასოებთ ჩვენ ყოველ დღე. იმიტომ რომ ერთხელაც ეს ხომ უნდა მოხდეს, ანუ მოხდეს იმგვარი შეხვედრა ჩვენი ღმერთთან, რომელიც იქნება მაცხოვრებელი. ერთხელაც ხომ უნდა მოვიდეთ იმ მდგომარეობაში, რომ აღარ გვეშინოდეს გარდაცვალების. ერთხელაც ხომ უნდა დადგეს ის დრო, რომ ჩვენთვის აღარ იყოს საშინელი ღმერთთან შეხვედრა და მასთან შეხვედრა იყოს არა სამსჯავრო საშინელი, არამედ მამის წიაღში სიხარულით მისვლა. ხომ უნდა დადგეს ერთხელაც ეს დრო, იმიტომ რომ ჩვენი ბიოლოგიური საათი ხო არ ჩერდება, ის ხო თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა და რამდენად ვიქნებით მაშინ ჩვენ მზად იმისათვის, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა, როგორც ღვთის ნება. ჩვენ ხო სამწუხაროდ ცხოვრობთ ისე, რომ მიჩვეულნი ვართ ღმერთის გარეშე მყოფობას. მიჩვეულნი ვართ. ჩვენ შეიძლება დიდი ხანი გავიდეს არ ვეზიაროთ. შეიძლება ისე გავიდეს დღეები და გნებავთ საათები, რომ ღმერთი არ გვახსოვდეს. ჩვენ ხო მიჩვეულნი ვართ ღმერთის გარეშე მყოფობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირიქით იყოს, ჩვენ არ უნდა შეგვეძლოს ღმერთის გარეშე ყოფნა. და როცა ადამიანი ამ ყველაფერს აცნობიერებს და საკუთარ თავს ხედავს იქ, სადაც ხედავს, ანუ ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენ ამას უნდა ვხედავდეთ და ვაცნობიერებდეთ, მაშინ რა თქმა უნდა ეს გვაწუხებს და ეს ბადებს გლოვარებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში. თუ არ გვაქვს ის, რაც უნდა გქონდეს, თუ არა ვართ იმ მდგომარეობაში, რომელ მდგომარეობაშიც უნდა ვიმყოფებოდეთ, გლოვარება მაინც უნდა გქონდეს, რომ ვერ ვართ ისე, როგორც უნდა ვიყოთ, არ გვაქვს ის, რაც უნდა გქონდეს, ვერ განვიცდით ღმერთს ისე, როგორც უნდა განვიცდით, ეს ამას რომ გძნობთ, გლოვარება მაინც უნდა გქონდეს. თორემ ის რომ ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი არსებობს, ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს რწმენა განსასწრელი ჟამს, თუ ის არ არის გამყარებული იმით, რაზე ჩვენ საუბრობდით, ეს რწმენა გამოცდას ვერ უძლებს. იმიტომ რომ ის წმენა, რომელიც ფაქტობრივად ჩვენში შეგრძნებითად არ დასტურდება. აი წმენა მაქვს, ვიცი რომ ღმერთი არსებობს. რელიგიური ცხოვრებაც მაქვს, ვეზიარები, მოხდა ესე, რომ ღმერთი ჩემ გულს შეეხო და ესე ვარ და თუ მე ეს მაგმაყოფილებს, მაგრამ თუ ჩემი რწმენა არ დასტურდება ჩემი პირადი გამოცდილებით, ისე და იმგვარად, როგორც გამოცხადებით გვეუწყა, რომელიც განცხადებულია წმინდა წერილში, ლიტურგიკულ ტექსტებში, საიდუმლოებებში და ასე შემდეგ. ანუ თუ ჩემი გამოცდილებით ეს ყველაფერი არ დასტურდება, მაშინ, როდესაც რეალობის წინაშე ვდგებით ამ სოფელში, განსასწრელი იქნება, გარდაცვალება იქნება, უსამართლობა იქნება, ასე სასტური იქნება, რომელიც შეგრძნებითად შემოდის ჩემში.
ის რაც ჩემში შეგზნებითად არ არის გაუჭირდება გაუძლოს შემოტევას იმას რაც შეგზნებითად არის და ამიტომაც არის ხოლმე რომ განსასწრების ჟამს ადამიანები ხშირად ვერ უძლებენ მათი რწმენა ვერ უძლებს და ტყდება ზოგს უსამართლობა აბკოლებს ფერე რომელსაც სამყაროში ხედავს ზოგადად და რომელიც შეიძლება მის თავზე იქნას მოწნეული ზოგს რაღაცა შიში განსასწრების წინაშე ზოგს ასტური და ასე შემდეგ ამიტომაც ჩვენი ღმერთთან დამოკიდებულება არ უნდა იყოს საკმარისი ჩვენთვის ის რაც დღეს გვაქვს იმიტომ რომ ის ვერ უძლებს ვერ გაუძლებს იმ გამოცდას რომელიც შეიძლება ჩვენ თავზე მოვიდეს და განსაკუთრებულად მაშინ როდესაც ამ გამოცდის უკან მიზან მიმართულად დგას გონიერი არსება რომელსაც ეშმაკი ქვია ის მის მიერ მოვლენილი გამოცდა ყოველთვის ისეთია რომ როგორმე რწმენაზე უარი გვათქმეინოს შეიძლება პირდაპირ არა რაღაცა ნელ-ნელა თანდათანობრივ რაღაცა განწყობით ირებად და პატარ-პატარა ნაბიჯებით აგვაცდინოს გადაგვიყვანოს იმ გზიდან რომელზესაც ქრისტე ქვია ეს გამოცდა ეს განსასწრელი რომელიც ეშმაკისგან არის მოდის სწორედ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქრისტეზე უარი მათქმევინოს ესეთ განსასწრელს ესეთ გამოცდას ის განსასწრელი ქვია რომელსაც ჩვენ ვთხოვთ მამაო ჩვენოში უფალს აგვარიდოს იმიტომ რომ ჩვენ მას ვერ გაუძლებთ არა გვაქვს გამოცდილება შესაბამისი და იმიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ ხვდებით რომ არ არის საკმარისი უბრალოდ დეკლარირება ჩვენი რწმენისა იმიტომ რომ დეკლარირება რწმენისა ანუ გამოთქმა ჩვენი სარწმუნოებას ამ ძალმოსილებას მაშინ იძენს როცა მას გული შეესაბამება და როგორც გახსოვთ წმინდა წერილი როგორ გვასწავლის გწამდეთ გული და აღიარებდეთ პირი თუ ჩვენი აღსარებლობა აი ჩვენ თქო მამაო ჩვენოს ვამბობ მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაში ამას ვამბობ თუ ჩემი ამ სიტყვებს თუ არ შეესაბამება გულის შესაბამისი მდგომარეობა რომ ჩემ გულში სულიწმინდა ღმერთი ამოწმებდეს და მე ამას განვიცდიდე რომ მე მართლა მისი შვილი ვარ და თუ ეს სიტყვები შინაგანი მოწმობის გარეშეა მაშინ არ სრულდება მოციქულის სიტყვები წმინდა წერილში რომ გულით წამს და პირით ვაღიარებთ ანუ ჩვენ ვაღიარებთ მაგრამ შესაბამისი რწმენა არ არის გულში ესმით რა შეასაქმე აი ამ დროს ხო რა თქმა უნდა ჩვენი რწმენა თუ რწმენა ქვია ამას გამოცდას ვერ უძლებს ამიტომაც ამგვარი აღსარებლობა მაცხონებელი არ არის ამგვარი ლოცვა არ არის აბა რა არის ეს შეიძლება რაღაცა მცდელობა არის უკეთეს შემთხვევაში უარეს შემთხვევაში ეს ფარისევლობაა როცა ამასთან ერთვის ილუზია რომ შენ კარგი ხარ კარგი ქრისტიანი ხარ იმიტომ რომ ლოცულობ თუ ეს ილუზიაც ერთვის ეს უკვე ფარისევლობაა თუ ეს ილუზია არ ერთვის და ტკივილი ერთვის ეს კიდე გამოსწორებადია ეს კიდე შესაძლებელია რომ გამოსწორდეს ამიტომაც ჩვენ ეს რელიგიურობა თეორიული ცოდნა დოქტრინალური კუთვნილება რომ აი მე მართლმადიდებელი ვარ ხო ამ კუთხით და ესე და რელიგიურობა როგორც ასეთი ტრადიციული და ასე შემდეგ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის ჩვენი ცხონებისთვის ამიტომაც აი დღესაც რომელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ პავლე მოციქული ამბობს ვუმოწმებ მათ ისრაელს რომ საღვთო შური აქვთ მაგრამ უცოდინელად ბოლოს რა მდგომარეობაში იყვნენ იუდეველები რომ საღვთო შური მართლაც ჰქონდათ თუ მთელი მათი ისტორია რო გადახედავ არის ბრძოლა ღმერთთან რომ მიდრეკილნი იყვნენ მუდამ კერპთაყვანისმლობისკენ იმ დროს როდესაც უფალი მოვიდა იმ დროს ეს პრობლემა მათ აღარ ჰქონდათ იმდენი იწვნიეს იმდენი ტკივილი მოვიდა მათზე და ბოლოს იმ დროსაც უკვე რომაელთა ბატონობის ქვეშ იყვნენ და ხვდებოდნენ რომ ეს განსასწრელი სწორედ მათი უღმრთობის გამო მოვიდა და მეორე ტაძარი ძლივს ააგეს იმდენჯერ მოხვდათ ამის გამო რომ უკვე საბოლოო ჯამში მათში გამყარდა ეს მდგომარეობა რომ არ შეიძლება კერპთაყვანისმლობა არაფრით არ შეიძლება ეს და კერპთაყვანისმლობა იმ დროს არ იყო და იყო რაღაც მეორე უკიდურესობა ანუ
მთელი კონცენტრირება მათი იყო იქ, რომ გარეგანის ჟული ყოფილიყო დაცული, ოღონ კერპთაყვანისმცემლები არ ყოფილიყვნენ. და აი აქ სწორედ ზომიერება მუღალატა მათ და ის არსი დაიკარგა, რომლის დაკარგვის გამოც ქრისტე ვერ იცნეს, ანუ ღმერთი ვერ იცნეს. მაგრამ აი სწორედ მათი ამბობს, რომ მათ საღვთო შური აქვთ. ანუ ბოროტს გაურბიან ბოროს, რასაც კერპთაყვანისმცემლობა ქვია. მაგრამ უცოდინელად, მაგრამ საღვთო ცოდნა არა აქვს. სულიერ ცხოვრებაშიც აი მახსოვს 90-იანი წლების ქრისტიანობა, ვისაც ახსოვს, ვინც ასაკშია და 90-იან წლებში მოვიდა ეკლესიაში, მათ კარგად ახსოვთ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში იყო ამგვარი ქრისტიანობა. შეიძლება დღესაც კონდეს ეს ვინმეს, რომ ქრისტიანობა დაყვანილი იყო ცოდვასთან, ბრძოლასთან. ცოდვებთან, ვნებებთან ბრძოლა, ცუდისგან განრიდება, ცუდის მოცილება იყო ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ღვთისაკენ სწრაფვა და ღმერთთან კავშირი. და არა ცოდვასთან ბრძოლა, უბრალოდ შეიძლება ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე ცხოვრების წესია. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთისკენ მისწრაფი, თავისთავად ცხადია, ცოდვას უნდა ვებრძოლო და განვერიდო და სისხლამდე წინ აღუდგე, მაგრამ ის არ არის მიზანი. იმიტომ რომ თუ ის მიზანი გახდა, ადამიანი ფარისეულად ყალიბდება. იმიტომ რომ ნებისყოფის ძალით, საღვთო მადლითაც გარკვეულწილად მას შეიძლება რაღაცებს აჯობოს, მაგრამ თუ მასთან არ გაჩნდა მთავარი და არ იქნა მთავარი და წარმართველი არ იქნა მთავარი ქრისტესთან ერთობა, რომელიც ქრისტეს გამსგავსებს, ხდები გულმოწყალე, თავდაბალი, მშვიდი, მორჩილი, მოსიყვარულე. თუ ეს არ იქნა და მარტო იქნა ეს ხისტი ომი საკუთარ ვნებებთან და ცოდვასთან და ეშმაკთან, შენ ხდები ხისტი, ფანატიკოსი, ფარისეველი, უსიყვარულო, ველური მეომარი ხდები, ასე დროს. რომელსაც ეკარგება უნარი სიყვარულისა, ეკარგება უნარი თანაგზნობისა, ცოდვილის თანაგზნობის უნარი ეკარგება. აი ცოდვილი ადამიანი თანაგზნობა უნდა გაგიჩნდეს და ასე დროს ვერ გაგიჩნდება თანაგზნობა. შენ თუ დაამარცხე შენში ის უბედურება, რასაც სხვაში ხედავ და იმან ვერ დაამარცხა, შენს მის მიმართ რაღაც განწყობა გიჩნდება, რომ შენ ესე იგი რა ხდება. რატომ? იმიტომ რომ ღვთისაკენ არის სწრაფი და ქრისტეს სული არ არის შენში, რომელიც არის გულმოწყალე, რომელიც არ განიკითხავს, რომელიც თუ ადამიანს უჭირს, მას შეიწყნარებს და მის უძლურებას იტვირთავს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ ცხოვრება უპირველეს ყოვლისა არის ღვთისაკენ სწრაფვა და შესაძლებლობა და უნარი ქრისტეს დანახვისა. და აი თუ ეს არ არის, მაშინ არის ცოდნა არ არის, ანუ ის თავარი არ ვიცით, მაგრამ არის ბრძოლა კერპთაყვანისმცემლობასთან, ცოდვასთან, ვნებასთან, ეს არის საღვთო შური მაქვს, მაგრამ უცოდინელად და მე ეს რას იწვევს და აგზელოს პავლე მოციქული. ვინაიდან რა კი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა, იმიტომ რომ თუ ღვთისაკენ სწრაფვა არ არის, თუ ქრისტესთან კავშირი არ არის, თუ ყველაფერი აქ არ კეთდება იმისათვის, რომ ღმერთი გავიცნო, რომელიც არის მარადიული სიცოცხლე. იმიტომ ეს ყოფილი სიტყვებია, რა არის მარადიული სიცოცხლე? ვიცნობდეთ ღმერთს. თუ ეს ცნობელობა არ შედგა, პიროვნული კავშირი თუ არ შედგა, თუ მე არ ვხდები ისეთი, როგორიც ქრისტეა, მაშინ მე არ ვიცი სიმართლე ღვთისა. იმიტომ რომ სიმართლე ღვთისა თავად ღმერთია. და თუ არ ვიცი ეს და რა კი არ იცოდნენ, ეხლა იუდეველების მაგალითი მოყავს და რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის არსად არ წასულა ის მდგომარეობა, რაც იუდეველებს ჰქონდათ რელიგიურობა ქრისტეს ვერცნობასთან ერთად, ეს არსად არ წასულა მდგომარეობა. და ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც გვეკითხება, რა კი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა, რაღაცა მხოლოდ ჩაანაცვლას, ღვთის სიმართლე თუ არ არის ჩემში, უსამართლოდ ვერ ვცხოვრობ, მე მით უმეტეს თუ რელიგიური ადამიანი ვარ, მას აუცილებლად ჩაენაცვლება და რა? და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა. ამიტომ ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ იცნობს, ის აუცილებლად საკუთარი სიმართლით მოქმედებს. არც თვით ურწმუნო ათეისტი, რელიგიური ბოროტი ადამიანის კი არ მოქმედებს უსამართლოდ. უსამართლოდ არავინ არ მოქმედებს. უბრალოდ ყველას თავის სიმართლე აქვს. ყაჩაღებს თავის სიმართლე აქვს, კრიმინალებს თავის სიმართლე აქვს.
ყველას თავის სიმართლე აქვს. არ შეიძლება რომ სიმართლის გარეშე ადამიანი მოქმედებდეს. და თუ არ ხარ ჭეშმარიტებასთან, ნამდვილ სიმართლესთან, მაშინ საკუთარი სიმართლით მოქმედებს და საკუთარი სიმართლით ამტკიცებ ყოველივეს. თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩიlen. რატო არ დაემორჩიlen? იმიტომ რომ ვერ ცნობს მას. ეს ძალიან საშიში მდგომარეობა და ეს ყველას გვჭირს, ვიღაცას კი არ ჭირს, ეს ჩვენ გვჭირს. ამიტომაც სულ გეუბნებით, რომ თავარი ჩვენ ცხოვრებაში, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, არის მუდმივი გამოძიება ღვთისნებისა. ანუ ღვთის სიმართლისა იგივეა ეს. ყველაფერში აბსოლუტურად, ყოველ ნაბიჯში, ყოველ ჩვენს ქმედებაში. თუ ღვთის სიმართლესთან თანხვედრაში არ მოვდივართ, აუცილებლად ჩვენი სიმართლით ვოპერირებთ ყველგან, ყველასთან, ყოველთვის და შესაბამისად არ ვემორჩილებით ღვთის სიმართლეს. და მე გვაქვს უკვე რაღაც ცხოვრების წესი, რომელიც წესსაც ქმნის ჩვენი სიმართლე. თქვათ, სულიერ ცხოვრებაში ამას რჯული ქვია, ხო? რჯული. მაგრამ თუ რჯულის დასასრული ქრისტე არ არის, ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართებლად. რჯული რელიგიური, რჯული ზნეობრივი, რჯული სამოქალაქო, საყოფაცხოვრებო, ანუ რჯული წესი და განგება და კანონი, რითაც ჩვენ ცხოვრობთ. მთელი ჩვენი დაბადებიდან დაწყებული გარდაცვალებით დამთავრებული. ყველაფერი ხო ხა რაღაცა წესებს, კანონებს, ფიზიკის კანონი იქნება ეს თუ ბიოლოგიური კანონი იქნება ეს თუ სოციალური თუ ოჯახური თუ ზნეობრივი და სახელმწიფოებრივი და რელიგიური, ყველაფერი გავაერთიანოთ და დავარქვათ ამას რჯული. და ყოველი რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. ანუ ყველაფერი კონცენტრირდება, ფოკუსირდება უпростоრედ ქრისტეზე. და თუ ქრისტეზე არ ფოკუსირდება ყველაფერი, მაშინ ჩვენ ცხოვრებას აზრი არ აქვს. აბსოლუტურად აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს. ამიტომაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა რელიგიურ ცხოვრებაში ხო ეს ასეა, თავისთავად ცხადი. მოსეწეს რჯულის სიმართლეზე. კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება. და აი აქ შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ აი რჯული თუ აღასრულებს ცხონდება, რა გინდა? მაგრამ რჯულის დასასრული ქრისტეა. ანუ რჯულის აღსრულება ნიშნავს ქრისტეს შემეცნებას. ამიტომ ცხონდება. და არა იმიტომ რომ რჯული აღასრულა. რჯულს თავისთავად არანაირი აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ამის მაგალითები ხო ვიცით. აი რომელი რჯული აღასრულა ჯვარცმულმა ავასაკმა მაგალითად. ან მარიამ ეგვიპტელმა რა რჯული აღასრულა, როგორ ფიქრობთ? ესე იგი წარმოუდგენელ ცოდვაში ცხოვრობდა ადამიანი და რაღაცა, რა ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდა ის სინანული ხატის, ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ან რა კანონი შეასრულა, ან რა წესი, არა საღვთისმოწყალო განათლება მიიღო. ეზიარა მალევე იქვე შეიძლება მეორე დღეს და წავიდა უდაბნოში და გარდაცვალებამდე იქ იყო. რომელი რჯული აღასრულა? არანაირი რჯული არ აღუსრულებია რჯულის იმ გაგებით, რასაც ჩვენ რელიგიური ცხოვრების წესს ვუწოდებთ. ესმით რა შეასაკა. მაგრამ ის რაც აღასრულა, იმან მის გულში მოაპოვებინა ქრისტე. ანუ ყველა რჯულის დასასრული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ქრისტე უნდა იყოს. და ამიტომ ამას დავაკვირდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შევხედოთ საკუთარ თავს, შევხედოთ საკუთარ შიგნით, შევხედოთ რა გული გვაქვს, რა გულის სიტყვები გვაქვს, რას ვფიქრობთ, როგორ განვიცდით, როგორ უყურებთ ადამიანს, რამდენად ყველაფერია თანხვედრაში ღვთისნებასთან, რამდენად ვგავართ ქრისტეს. ეს სხვა მაღალი ნათქვამია. რამდენად არ ვგავართ ქრისტეს, ეს დავინახოთ. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს, ნუ იტყვი გულში, ვინ ავაზეცად. ანუ რწმენის ჭეშმარიტი რწმენა თუ აქ ადამიანს ის ღმერთის ძიებას არ იწყებს არ ძეცაში, ესე იგი ქრისტეს ჩამოსაყვანად, ან ვინ ჩავაობს გულში, არც ქვესკნელში, ეს გითხარით, რომ ეს ძველი აღთქმის სიტყვების პერიფრაზირება. მაგრამ რას ამბობენ? ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეებზია, შენს გულშია. ანუ
ღმერთი საძიებელი შორს არ აკმავს, ის ჩვენს გულშია საძიებელი, ჩვენს გულში შევხვდებით მას, თუ ჩვენ სწორედ ვიცხოვრებთ ისე, როგორც უფალს ნებავს. ამისათვის საჭიროა, რომ მთლიანად ჩვენი არსების კონცენტრირება მოხდეს ქრისტეზე. ჩვენი გონება მუდამ უნდა ისწრაფოდეს, გონება მუდამ მოაზროვნეობაზე, ხო გვაქვს პრეტენზია, ჩვენ ხო მოაზროვნე არსებანი ვართ, აზროვნების უნარი გვაქვს. ამიტომ ჩვენი გონება მუდამ უნდა ისწრაფოდეს ღვთისკენ, გვწამს რა, ეს წმენა ხო მოგვეცა და შესაბამისად გვწამს რა, უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ, მისი ნების გამოძიებისკენ, მისი შემეცნებისკენ, მუდამ. ჩვენ გვაქვს ძნობები, გულისმიერი ზრახვები. ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს, ჩვენ გვსურდეს, გვინდოდეს, გვენატრებოდეს, ან გძულდეს. ხო? აი ეს ადამიანს აქვს ეს უნარი. ამიტომ შესაბამისად ჩვენი გზნობები უნდა მიმართული იყოს იქითკენ, რომ მუდამ გვსურდეს ღმერთი, ამას ჭირდება თანამშრომლობა ღმერთთან. აი ერთია რასაც ღმერთი გვაძლევს და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენი უნარებით ვითანამშრომლოთ ღმერთთან. გონება გამოვიყენოთ იმისკენ, რომ ვაიძულოთ საკუთარი გონება მუდამ ღმერთისკენ იმზირებოდეს. ვაიძულოთ ჩვენი გული, რომ მუდამ ღმერთი უნდოდეს, უყვარდეს, ეს საქმეში გამოვლინდეს და გვაქვს ნებელობა. ვაიძულოთ ჩვენი ნებელობა, რომ თანხვედრაში მოვიდეს ღვთის ნებასთან. ამ ყველაფრის ზემოთ დგას ჩვენი პიროვნება, რომელსაც ეს ყველაფერი ეკუთვნის. და ჩვენ გვაქვს გაკეთებული არჩევანი, რომ ვიყოთ ქრისტიანები. შესაბამისად მუდმივად უნდა ვაიძულებდეთ საკუთარ თავს. სასופველიც ისა იძულების. ანუ ის წმენა, რომელიც მოგვეცა არის საწყისი იმპულსი და მე უკვე ამ წმენის შესაბამისად მოქმედებთ. საკუთარ თავზე იძულებას ვახდენ და ჩვენი ადამიანურ უმთავრეს უნარებს, გონებას, გზნობას და ნებელობას წარმართავთ არა ისე, როგორც მათ უნდათ, ან ქაოტურად მიშვებული კი არ გვაქვს, არამედ ჩვენი არჩევანის შესაბამისად ვაიძულებთ მათ იმოქმედონ. ანუ გამოვიყენოთ ისე, როგორც ჩვენ რწმენა კარნახობს და რა არჩევანიც გავაკეთეთ. ამით ჩვენ ხვდებით თავისუფლები პირველ რიგში საკუთარი ბუნებიდან. მით უმეტეს ჩვენი ბუნება რომ დაცემულია, თავისუფლები ხვდებით. ჩვენ აღარა ვართ დამონებული საკუთარ დაცემულ ბუნებას. და პირდაპირ ღმერთს ვემორჩილებით. აი ასეთ მდგომარეობამდე მიდის ადამიანი და ეს ხო საერთოდ ძალიან უცნაურია და დიდებულიც არის ამავე დროს. და ეს არის სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ, ამბობს პავლე მოციქული. ამას ვქადაგებთ ჩვენ, პავლე მოციქული ამბობს. ეს არის პრაქტიკული ცხოვრების წესი, რომელიც ადვილი არ არის. ის დიდ შრომას მოითხოვს ჩვენგან, ძალიან დიდ შრომას. ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში უკვე გასაგები ხდება, რას ნიშნავს შემდეგი სიტყვები. უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. რას ნიშნავს ეს? არა მექანიკურად წარმომთქმელი უფლის სახელის, არამედ აი ამგვარი დამოკიდებულება რა აქვს, როცა აქ უფალთან ასეთი ადამიანი, რომელიც ესე იგი მოუხმობს უფალს, ის ცხონდება, ანუ გადარჩება. თორე ვიცით მაგალითი, აი დღესაც აღმოვიკითხეთ. როცა ეშმაკეულები განიკურნენ და ეშმაკები ღორებში შევიდნენ და იმ სოფლის ბიზნესს რო ზარალი მიადგა, იმიტომ რომ ღორები დაიხოცნენ, როგორ გამოდიან ისინი, იქ გამოვიდნენ ის მოქალაქეები და ქრისტეს მიმართავენ, ხედავენ, ანუ მათთან მივიდა ქრისტე და ქრისტემ მათ არ მოუტანა მატერიალური კეთილდღეობა, ამიტომ მიმართავენ თხოვნით, ანუ ლოცვით, რომ წავიდეს მათგან. აი ეს დამოკიდებულება. არ ჭირდებათ მათ ქრისტე. ადამიანს, რომელიც თავარი მიზანი და არსი არის მიწიერი კეთილდღეობა, მას ქრისტე არ ჭირდება. თუმცა ამავე დროს იგივე მაცხოვარით, იგივე ქრისტე და იგივე საეკლესიო საიდუმლოებები და იგივე ზიარება მრავალ წყალობას გვაძლევს და ამის გამოცდილება ჩვენ უნდა გქონდეს წესი, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. მათ შორის ჯანმრთელობასაც გვაძლევს. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი აღსარებლობის დეკლარირება, სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, უფალო შემიწყალე, იყოს გადამრჩენელი და მაცხოვრებელი, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც
ეკლესია გვასწავლის ამ შემთხვევაში პავლე მოციქულის პირით, რომელიც ბოლოს გვეუბნება, ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ქადაგებთ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიტყვა, რომელსაც პავლე მოციქული და 2000 წელი ეკლესია ქადაგებს და თუ არ გვეცოდინება ეს სიტყვა და შესაბამისად არ ვიცხოვრებთ, ჩვენი რელიგიურობა და სიტყვის აღმსარებლობა არ იქნება თანხვედრაში ჩვენი გულის მდგომარეობასთან, ამიტომ ის აღარ იქნება მასხონებელი. და თუ ჩვენ გვინდა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის მართლა მასხონებელი იყოს, მაშინ უნდა ვიცხოვროთ ისე, რასაც პავლე მოციქული და ეკლესია 2000 წლის განმავლობაში ქადაგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩაუღმავდეთ წმინდა წერილს, ჩაუღმავდეთ წმინდა მამებს და მუდამ გამოვეძიებდეთ იმას, თუ რას გვასწავლის ღმერთი ეკლესიის მიერ, რომელიც არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.